საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრები თბილისი არენაზე დღეს უპრინციპულეს მატჩს გამართავს. ალექსანდრ ჯიკიჩის გაწვრთნილი ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ჯგუფში ბოლოს წინა შეხვედრას დანიის წინააღმდეგ ჩაატარებს. მატჩის მოგების შემთხვევაში საქართველოს ეროვნული ნაკრები ზედიზედ მეექვსედ ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის საგზურს მოიპოვებს. შეხვედრა 20 საათსა და 50 წუთზე დაიწყება. მის რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი სპორტი და საქართველოს რადიო შემოგთავაზებთ. მატჩის დაწყებამდე რამდენიმე საათი რჩება და თბილისი არენაზე იმყოფება ჩვენი კორესპონდენტი ნინო კაპელია, რომელიც ახლა პირდაპირ ეთერში გვერდება. დიახ, მაია, ქართული კალათბურთის გულშემატკივარი და ზოგადად საქართველოს ეროვნული ნაკრების გულშემატკივარი, როგორც შენ აღნიშნე, პრინციპული მატჩის მოლოდინშია. დღეს საქართველოს ნაკრები დანიის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება და რატომ პრინციპული? იმ შემთხვევაში თუ საქართველოს ნაკრები დღეს მოიპოვებს გამარჯვებას, ზედიზედ მეექვსედ მოხვდება ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე, რომელიც 2025 წელს ევროპის 4 ქვეყანაში გაიმართება. საქართველოს ნაკრებმა უკვე რამდენიმე დღეა დაიწყო შეკრება თბილისში და ასევე დანიის ნაკრებმაც უკვე 5 დღეა, რაც თბილისში გადის ბოლო საწვრთნელ პროცესს. ჩვენთან ერთად იმყოფება და აი ამ პრინციპულ მატჩთან დაკავშირებით გავესაუბრებით საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის გამგეობის თავმჯდომარეს ბატონ პაატა გურასპაულს. ბატონ პაატა, აღნიშნეთ, რომ პრინციპული მატჩის მოლოდინში ვართ, ცოტა დრო რჩება ამ შეხვედრის დაწყებამდე. გუნდმა დაიწყო მზადება და ვინ თუ არა თქვენ გვეტყვით რა მდგომარეობა ეხა ნაკრებში და როგორია მოლოდინი დღევანდელი შეხვედრის წინ? მე პატარა შესწორებაში შევიდა, ეს პრინციპული არა, უპრინციპულესი მატჩია, რამე თუ სასწორზე დევს მეექვსე ევრობასკეტი. გუნდს რაც შეეხება, ჩვენი ბიჭები უკვე სრული შემადგენლობით ასევე 5 დღეა ემზადებიან, იქამდე საქართველოში მოთამაშე კალათბურთელები ვარჯიშობდნენ ერთად, მთავარი მწვრთნელის ხელმძღვანელობით. მოლოდინი ყველას ძალიან დიდი გვაქვს, იმიტომ რომ ქართულმა კალათბურთმა დაიმსახურა ის, რომ მეექვსედ გავიდეს ევროპის პირველობაზე. ურთულესი მატჩი გველის. დანიის ნაკრები, მოდი ესე ვთქვათ, ძალიან კარგად დაბალანსებული, ახალგაზრდული და გამოცდილი კალათბურთელების ნაზავი ორი სუპერვარსკვლავით, რომლებსაც 80 წელია არ ქონიათ შანსი, რომ ეთამაშათ ევროპის ჩემპიონატზე. ბოლო მათი გამოსვლა იყო 55 წელს, 1955 წელს, ასე რომ მათთვის ეს ისტორიული შანსია და ესეთი შანსი დანიის ნაკრებში შეიძლება საერთოდ არ ქონდეს. ამიტომ მათი мотиваცია, მათი მონდომება და მათი შემართება ძალიან დიდი იქნება. თუმცა მე იმედი მაქვს, რომ ჩვენი ბიჭები აი აქ სულ რაღაც 2 საათ ნახევარში დაიწყებენ და დადგავენ იმ სპექტაკლს, რომელიც ძალიან გაახარებს და რასაც ყველა ველოდებით ჩვენ ქართული გულშემატკივარი. მე იმედი მაქვს, რომ ჩვენ სადღაც 11 საათისთვის ვიქნებით ძალიან კარგ ხასიათზე და ერთად აღვნიშნავთ იმას, რასაც საქართველოს ზედიზედ მეექვსე ევრობასკეტი ერქმევა. დანიის ნაკრებზე ისაუბრეთ, ბატონ პაატა, პირველი შეხვედრა სამწუხაროდ დავთმეთ დანიასთან ჩვენ და უნდა აღვნიშნოთ, რომ დანიის ნაკრებისთვის თქვენ უკვე აღვნიშნეთ, რომ დღევანდელი მატჩი მათთვისაც ძალიან პრინციპულია, ამდენი წელია ევრობასკეტზე არ უთამაშიათ. ახსენეთ ორი სუპერვარსკვლავი, მათი ერთ-ერთი შილცი, რომელიც ამ დაემატა ამ შეხვედრაში. ეს უკვე ხაზს უსვამს იმასაც, რომ როგორ ელოდებიან ისინიც ამ შანსის გამოყენებას, თუმცა ჩვენი ნაკრები, რომელიც სუპერვარსკვლავებით არის დაკომპლექტებული, თოკო შენგელია, რომელიც გუნდთან ერთად ეს ბოლო დღეები ვარჯიშობს, რას უნდა ველოდეთ დღეს დანიის ნაკრებისგან და რა უნდა დაუპირისპიროს საქართველოს ნაკრებმა უფრო სპორტული კონკრეტიკაც? ძალიან მკაცრი მოდესებს ყალებში ძალიან ხისტი თამაში იქნება და დანიელები შეესწებიან, რომ თავიდანვე უპირველეს ყოვლისა თორნიკე შენგელია, გიორგი შერმადინი შეზღუდონ. ანუ ის სამწამიანი არ დაუთმონ ჩვენ ნაკრებს, რაშიც ჩვენ გვაქვს უპირატესობა მათთან შედარებით. თუმცა ჩვენებსაც მოუწევთ გარჯა და პერიმეტრის გადაკეთება, იმიტომ რომ თქვენს მიერ ხსენებული შილცი და ასევე იფელ ლუნდბერგი, რომელიც მთავარი დამნაშავე იყო დანიის იმ პირველ მატჩში ჩვენს წაგებაში. შეეცდებიან, რომ გარედან ითამაშონ, მათი სტილი და მათი სათამაშო ამპლუა არის სწორედ პერიმეტრი და ჩვენს სტანდაბალ მოთამაშეებს მოუწევთ ძალიან დიდი გარჯა იმისთვის, რომ შეძლების დაგვარან შეზღუდონ ეს ორი კალათბურთელი, არა მხოლოდ ორი, მაგრამ განსაკუთრებით ეს ორი, იმიტომ რომ ისინი ქმნიან ამის დანიის ნაკრებში, თუმცა არ უნდა დავიწყოს სხვა მოთამაშეები, რომლებიც ძალიან დიდი ხანია ერთად არიან.
ძალიან კარგად უგებენ ერთმანეთს, ამათ დაუმატეთ ეს ორი კალათბურთელი, ასე რომ ჩვენ უნდა ვიყოთ ძალიან მკაცრები, უნდა გქონდეს წარმოუდგენლად მაღალი სათამაშო დისციპლინა, უნდა გავუფრთხილდეთ თითოეულ ბურთს და ეს ყველაფერი თუ შევასრულეთ, რასაკვირველია, მსმენელი ჩემზე კარგად ეტყვის ამას ყველაფერს ბიჭებს და თუ ეს ყველაფერი შევასრულეთ, მე ვფიქრობ, რომ გამარჯვება ჩვენ დაგვრჩება. ბატონო, ბიჭების გარჯაზე ისაუბრეთ, რომ დღეს ბოლომდე უნდა დაიხარჯონ, თუმცა არანაკლებ უნდა დაიხარჯოს გულშემატკივარი, რომელიც მოვა და რომელიც ტრადიციულად დადის საქართველოს ეროვნული ნაკრების მატჩებზე. ჩვენთვის ცნობილია, რომ დღეს სრული ანშლაგი იქნება, თუმცა არის დარჩენილი სადღაც 5%-მდე ბილეთები და მოვუწოდოთ მათ. რო არის იმისთვის, რომ შეიძინოთ ბილეთები, მოხვიდეთ, რო არ დაიზარებთ, ეჭვიც არ მეპარება, რომ არავინ არ დაიზარებს. მე თითოეული ესეთი თამაშის წინ ხოლმე ვიზახი, რომ ძალიან პრინციპული მატჩია, მაგრამ აი მოწოდებას ვაკეთებ. მერწმუნეთ, ესეთი პრინციპული და ესეთი საჭირო მოსაგებად მატჩი საქართველოს ნაკრებს ბოლო წლები არ ქონია. იმიტომ რომ ვერ გასვლის შემთხვევაში ჩვენ 2-3 წლიან ძალიან ისეთ სრულ იზოლაციაში მოვყვებით. არ გვექნება თამაშები და უნდა დავეწყოთ თავიდან ეს ყველაფერი უნდა გავიაროთ და უკვე ასაკში შესული და ესეთი ვეტერანი კალათბურთელები შეიძლება საერთოდაც წავიდნენ, ამიტომ ეს თაობათაცვლის პროცესი უმტკივნეულოდ რომ გავიაროთ, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ამ ევრობასკეტზე თამაში, გამოცდილება მიიღონ და რაც თავარია ამ ნაკრებმა, გიორგი შერმადინმა, სულ ყველა რომ არავინ არ დამავიწყდეს და რაც თავარია, თორნიკე შენგელიამ, რომელმაც გამოტოვა ტრავმის გამო შინაური ევრობასკეტი, იმსახურებენ ეს ბიჭები იმას, რომ ითამაშონ ზედიზედ მე-6 ევროპის ჩემპიონატი და შემდეგ უკვე მათი გადასაწყვეტი იქნება. დარჩებიან და მიეხმარებიან ეროვნულ გუნდს, რომელსაც აღმერთებენ და რომლისთვისაც 2 ათეული წელია მათ არაფერი არ დაიშურეს. ასე რომ მე მოუწოდებ ყველას, მოდით, იცოდეთ, ყველაზე პრინციპული მატჩია აი ამ ბოლო პერიოდში და ჩვენ გავხდეთ მე-6 მოთამაშე, ჩვენ გავხდეთ ის ფაქტორი, რომელიც დანიის ნაკრებს გარკვეულწილად შეზღუდავს და ჩვენ გაგვიადვილებს იმ მოგებას, რომელიც აუცილებლად გვჭირდება დღეს. ძალიან დიდი მადლობა ბატონ პაატა, ასე რომ ველოდებით მატჩის დაწყებას 20 საათსა და 50 წუთზე საქართველოს დანიას დაუპირისპირდება თბილისი არენაზე. ამ მატჩის რეპორტაჟებს საქართველოს პირველი არხი, ასევე პირველი არხი სპორტი შემოგთავაზეთ და საქართველოს რადიოს ეთერშიც გადაიცემა, ასე რომ წარმატება საქართველოს ნაკრებს და კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, რომ მოდით უგულშემატკივროთ ჩვენს ნაკრებს ამ მეტად უპრინციპულეს შეხვედრაში. მადლობა, ნინო გაბელია საუბრობდა პირდაპირ ეთერში და რა თქმა უნდა წარმატება საქართველოს ნაკრებს და აუცილებლად უნდა დარჩეთ საქართველოს პირველ არხზე ზუსტად 20 საათსა და 50 წუთზე დაიწყება ეს უპრინციპულესი შეხვედრა.